წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ტრადიციული სპორტული ток-შოუ Sport Time, როგორც დაგჭირდით, საუბრობთ ჩვენთვის მეტად ფასეულ, გაცილებით მეტი ვიდრე სპორტი, საქართველოს ისტორიაში უხნესი და ზეპრესტიჟული შეჯიბრი ქართული ჭიდაობა, რომლის დაბრუნება ცირკის არენაზე თავმად შედგა არაერთი ლამაზი მნიშვნელოვანი დაძაბული ორთაბრძოლი და რაც მთავარია, საქართველოს ახალი პალავანი ყავს. აი თუ ვინ, აი დღეს გაახლეთ კიდეც სტუმრად, შესაძლოა გაგიკვირდეთ კიდეც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, მიუხედავად ამისა, რომ მოხსენებად უკვე ბოლო წლებია პრაქტიკულად ფალავნობა გადაქცეულია მძიმე წონოსან და უპირატესად ძიუდოისტთა ასპარეზობა და აი დაირღვა ტრადიცია და ის სწორედ მართლაც სენსაციის შემოქმედი გახლავთ ქარელის წარმომადგენელი პაატა ღვინიაშვილი, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ბუნებრივია დაპირებისამებრ გაახლეთ საქართველოს ეროვნული ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გელაბელვაშვილი და ცნობილი სპეციალისტი ბატონი გოჩაუზაძე. ბატონები, უპირატესად მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით აი გუშინდელი საკმაოდ საინტერესო ბატალიების შემდეგ, როგორ გიგითხოთ? მადლობთ. ბატონი გელა, აი დავიწყოთ საიდან იმით უპირატესად რომ მიულოცოთ უშუალოდ უპირატესად თქვენ ფედერაციის ხელმძღვანელობას, ნამდვილ ჭიდაობის გურმანს, საერთოდ ქართულ სპორტულ საზოგადოებას, რომ ცირკის არენას დაუბრუნდა ჭიდაობა. ეხა ცირკის გარეშე წარმოუდგენელი იყო, ხო, და ბოლო წლებში პრაქტიკულად იმდენად იყო მიჩქმალული და ყველაფერი ეხა გასულ წელს მაგალითად დიღომში ჩატარდა, ხო, რა უნდა ეხა საერთოდ ეხა აბსოლუტურად და ესწრებოდა სულ რაღაც თითებზე ჩამოსათვლილი ადამიანი, ხო, ეს იყო სრული კრახი და კატასტროფა. თუ რატომ კეთდებოდა ეს, ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია კარგად მსმენელი, მაინც 2-3 სიტყვით ვიტყვი, როდესაც მიდიოდა ასე იდეოლოგიური წლეხი ის ყველაფერი, რაც ჩვენი ეროვნულია, ქართულია, რასი ჩვენი სული და ძირი და ხორცი და სისხლია ჩადებული, აი სწორედ მის იავარსაქმნელად ერთ-ერთი პირველი, რასაც ურტყავდნენ სერიოზულად ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ეს იყო ქართული ჭიდაობა, რომელიც სათავეში ჯერ კიდევ აი ზუსტად ვერც მოვიძიეთ, ხო ბატონებო, რომელი საუკუნიდან იღებს უბრალოდ მემატიანეს აქ შემორჩენილი საოცარი, ხო წარმოგიდგენთ, ეხა ჯერ მარტო გასული მარტო პირველი აწლეულიდან მოყოლებული, ხო, უამრავი უდიდესი პიროვნება, აი მარტო მე ეხა ცირკის არენაზე რაც შემდგომ უკვე გამოდიოდნენ დათა ხიზამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, სანდრო კანდელაკი, ალექსანდრე ეგნატაშვილი, შემდგომ ვანო ქიზიყელი, ირაკლი კახელი, ასევე გიორგი ვერელე, შიო და გიორგი ვერელები, კოლია ქვარიანი, შემდგომ ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს ქვეყანას ინდოელები, თურქები, სპარსები, იაპონელები, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლონელები, რუსები და ისეთი ფალავანთა ფალავნები და იყო დიდი ჯახი და დიდი ორთაბრძოლები და აი გუშინ დავიწყოთ იმით, რომ ბატონო გელა, აი რამდენად გაამართლა ტურნირმა, მიუხედავად იმისა, რომ აი აკლდა შეჯიბს ორი მნიშვნელოვანი ფიგურა, უპირატესად წინა 4 ფალავნობის მიჯრით მომგები საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი მძიმე წონოსანი ადამ ოქროაშვილი, თუმცა მიზეზი საპატიო და ადამს ნამდვილად ჰქონდა ტრავმა. ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრები რამდენიმე საათი დაბრუნდა შეჯიბრებამდე და საკმაოდ მომქანცველი, გადაღლილი, თანაც სასმელი ისეთი ნაყოფიერი შეკრების შემდეგ და ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება ვარდამ ლიპეტელიანმა, არა და ლიპოს ბუნებრივია ქართული ჭიდაობა 1-3 სანახავია, ხო ბატონო გედა. მიუხედავად ამისა, ამას სრულიადად არ დააკნინა გავლილი შეჯიბრი და მართლაც აი კომაგმა იხილა უამრავი საინტერესო დაძაბული, ეგრეთ წოდებული ესეთი გამსვლელი ის, რომ ვიღაცა უცებ იგებს და რაღაც ერთი ცალი ხელით პრაქტიკულად ნუ თითქმის მეორე წრიდან მოყოლებული თითქმის არ ყოფილა, ხო, ასეთი ორთაბრძოლები. აი ეს რაზე მიგვანიშნებს ბატონო გელა, რომ ესე იგი დაიწყო, ხო, ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ წამოწევა აი იმ გენის და იმ მომადლებული ნიჭის, რაც ჩვენ და საბედნიეროდ ქართულ სპორტსმენებში ჯერ კიდევ სოლიდურადაა შემორჩენილი. მოგესალმებით, მივესალმები რადიო იმედის მაყურებლებს. მე პირველ რიგში მინდა გადავუხადო მადლობა რადიო იმედს პირდაპირ ეთერისთვის, რომელიც მიდიოდა ჩართვები შეჯიბრების დროს, ფალავნობის დროს
და წინა მთელი ერთი კვირა 10 დღე რეკლამა მიდიოდა, სარეკლამო გოლები მიდიოდა. ნუ ეს ჩვენი მოვალეობა, ბატონო გედარ, დიდად არაფერი სხვანაირად. მე მინდა გითხრათ, რომ მოვალეობა მარტო თქვენი არ არის მთელი საქართველოსი და მით უმეტეს ტელევიზიების, რომელსაც არც ერთი პირველი არხი რუსთავს თხოვეთ, მაესტროს უყოლავს თხოვეთ, არც ერთი არ მოვიდა, არც ერთმა არ გაგუშუქა, როგორ შეიძლება ქართული ჭიდაობა, ეროვნული სახეობა, რომელიც ჩვენ ყველა ქართველები ვარ და მე ბევრჯერ მithქვია სისხლში გვიდევს თქო და არც ერთი არ მოსულა და არც ერთი არ გაუშუქებია ჩვენი წერილების თხოვნის მიუხედავად არავინ არ გაითვალისწინა და მე მინდა თუ ჩემგან გამოვა ეს რომ თქვავი ალბათ არა რა თქმა უნდა ბატონო გედა თქვენ ელემენტარულ სიმართლეს ამბობთ ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება იცით ახლა მოდი ხა მე შეიძლება დაავირიო ცოტა სუბორდინაციის ფაქტორი და საერთოდ კოლეგიალობას ყოველთვის ასე ერიდებიან ხოლმე ერთმანეთზე მე არავის ასე ვთქვათ არც ჯიბეში და არც იმაში არ ვიყურები მაგრამ არის ერთი რამ ხა კერძო კომპანიაზე არ არის საუბარი მაგრამ როცა საუბარია უშუალოდ იმ ტელევიზიაზე რომელიც ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის მონაგარიდან ბატონებო ფინანსდება ხო შედის ბოლო-ბოლო საზოგადოებრივი აზრი იკითხე მაინც დალოცვილო და არა გარანაირი უფლება რომ თავი მოახვიო და მით უმეტეს ხშირად გააპრავო ის ადამიანები ვისაც ქართულ სპორტთან ბირთვად თქვა დიდი ბევრი არაფერი კარგია გაკეთებული და ეს ბოლო პერიოდში უკვე ტრადიციად ქცეულია თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე ეს სხვა თემაა კიდე მაგრამ იმ ფონზე რომ ის მიდის და ეს ეროვნული არ მიდის ხო შეიძლება კი რომ მოვალე ხარ ხო საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინო საზოგადოების კომაგის უშუალოდ სპეციალისტების აზრი, იმიტომ რომ ეს ხალხი ამაში იხდის ფულს და არა იმაში, რომ აბატიე და მაგარი ბიჭი ხარ და რაც გაგიხარდება და როგორც გაგიხარდება, ისე იცით სხვა შორის მე მგონი იმედია რომ აი ეხა უკვე დამდეგ 2014 წელს ამას მოიღება ბოლო. ნუ ყოველ შემთხვევაში ყველა ფიქრობს ამას, ეს მარტო სხვათა შორის ეს ერთი პირველი შემთხვევა არ არის, უამრავი შემთხვევა, როდესაც ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მეტად მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ტრანსლირება არ ხდება გაუგებარ მიზეზთა გამო. შესაძლოა ეხა მესმის სადღაც რაღაც ტექნიკური პრობლემა იყოს არ გადაიცემოდეს მაგრამ დღეს არსებობს იმის საშუალებები და პრაქტიკულად მით უმეტეს ოფიციალური შეჯიბრის ხასიათის დამეთანხმებით რომლის ტრანსლირების არის ეგ დაუჯერებელია ხო ეხლა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი როგორ შეიძლება არ გადაცეს ხო ეს რამე შეიძლება ბატონო გედა და ის გადიოდეს რომელიღაც კომერციულ არხზე და ამას ვერ უყურებდეს საზოგადოება ვისი კუთვნილიც არის ვისი მოვალეც არის და ისევ როცა საკუთარი ჯიბიდან იქნეს ხალხი თორე მე ხალხს უსვა მე კერძო კომპანიას არ ვერევ მის ინდესზე და მის იმაზეა დამოკიდებული სტრატეგიაზე მაგრამ შენ მოვალე ხარ ამაში გიხდიან ფულს ხო? ბატონო გოჩა, თქვენ მინდა გითხოთ როგორც ცნობილ გამოცდილ სპეციალისტს აი სანამ უშუალოდ აი ჩვენ ახალ ფალავანს დაუთმობდეთ უშუალოდ დღევანდელ გაცემაში რამდენად ახლა მარტო იმიტომ არა რომ ასე თქვენებურია და ის ბუნებრივია აი რამდენად ну პროგნოზი ხა მოხსენება სპორტში უმადური საქმეა და მაინც ეხა პატა არ მიწყეს მაგრამ პატა უბრალოდ ფავორიტთა შორის ნამდვილად არ მოიხსენიება და თუნდაც იმ პრინციპის გამო რომ მე ხაზი გავუსვი გადაცემის დაწყისში მისონას 90 კილოგრამი როცა ალბათ დამეთანხმებით ბოლო წლები იყო აი მძიმე წონოსნები მიდიოდნენ როგორც ის პრაქტიკულად კონკურენციის გარეშე ხო ასე იყო ხო და აი ბატონო გოჩა აი რამ განაპირობა თქვენი აზრით პატას ესოდე მნიშვნელოვანი წარმატება აქვე მე აღნიშნავ რომ ჯერ მანამდე 4 წონით კატეგორიაში რომ გაიმართა შეჯიბრი თავის უშუალოდ მეზობელ და მოგვარე ხო ეხა ორი ღვინიაშვილი რო არაერიო საზოგადოებას ბექა ღვინიაშვილი ეს ჯუდოისა ნაკრების პერსპექტიული წევრი და ბექა სხვა შორის ნუ ფავორიტად ითვლებოდა და მოუგო პატას დაამარცხა აი შემდგომ ამოტრიალდა ყველაფერი ფალავნობაზე და მეორე ადგილით ანუ ვიცე-ჩემპიონის ტიტული და ეროვნულიდან ფალავნობაზე გადასულმა ბიჭმა რაღაც სასაული მოახერხა თუნდაც ის რომ ნახევარფინალში დაამარცხა ჯუდოისა ნაკრების საკმაოდ ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ასეა პერსპექტიულად შერაცხული ძიმე წონოსანი ლევონ მატიაშვილი ვინაც სუმცირე სადღაც 35 კილოგრამი ძიმე ხა 35 კილოგრამი ჭიდაობაში ოდნავ ჩაყედულ ადამიანს მოხსენებათ ეს არის კოლოსალური სხვაობა რა მე სადღაც გამოხსენდა ბატონო გელა აი ზუსტად თქვენი მოქმედი სპორტსმენის კარიერის დროს ხონებული ჯიბიდო ნიჟერაძის და იამასიტას მაიქრობა ხო რაღაც საოცრება იყო და აი რაღაც იცით ისე პარალელს ვაკეთებ რა აი ამ წონის ესეთი დიდი მიუხედავად ბიჭმა სასწაულები აკეთა და მე სატიტულო შეხვედრაში იქაც მძიმე იყო არ იყო ესეთი სოლიდური სხვაობა ეხა ნოზაძეს და პატაშორის მაგრამ იქაც საკმაოდ ისე გაძლო რა მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად თითქოს იქმნებოდა შტაბეჭდილება რომ გადაიღალა ბიჭი და ვეღარ გაძლებდა მე იქ თან არა აი ამაზე მე მინდა კითხოთ იქ რაღაც პატარა იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით ხო აი რა სიტყვით ბატონო გოჩა პირველ რიგში მევესალმები ბატონო დიტო თქვენი რადიოს მსმენელებს
მართლაც გუშინდელი დღე მე ესე დავიწყეთ თავს თვას შეგაწყეთ იყო რაღაცა ქართულ ტრადიციაში და ყველა ქართველისთვის იყო ულამაზესი დღე ქართული ჭიდაობის მოყვარულისთვის და ყველა ქართველისთვის ეს იყო რაღაც მართლაც უწყინვალესი დღესასწაული ულამაზესი ღონისძიება და მოგეხსენება და დამერწმუნება ყველა ქართველი ჭიდაობის თაყვანისმცემელი და მოყვარული რომ გუშინდელი დღე იყო რაღაც ზეიმი აი ესე დავარქმე მე ყველა ქართველი ზეიმი რაც შეეხება ფალავნობას და რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ ფალავანს პაატა ღვინიაშვილს და ყველა ფალავანს მინდა მეულოცო მე გუშინდელი დღე ყველა თანამონაწილეს მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ბატონო დიტო ყოველთვის უძლიერად შორის იმარჯვებს ყველაზე ძლიერის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემ პაატას აქ მაბადეთ შემთხვევითობის ფაქტორი გამორიცხულია. შემთხვევითობის ფაქტორი შეიძლება ერთი ბრძოლა იყოს, მაგრამ როცა რომ ამდენ ფალავანთა შორის ფალავნებს ამარცხებ, ეს უკვე დიდი შრომის და დიდი ვაჟკაცობის ფასია მოგეხსენება და დიდი შრომის ფასია. მე ესე თვლი ჩემ პაატა ღვინიაშვილს, ჩემს ვიტყვი, იმიტომ რომ მე ქალელიდან ვბრძანდები და ჩვენი კუთხე ყოველთვის არის ტრადიციული და გაზრდილი ყავს არაერთი ოლიმპიური არაერთი შეიძლება ითქვას უმდიდრესი ჩემპიონი არაერთი მსოფლიო ჩემპიონი ჩემი ბატონი გელა ბერვაშვილი დღეს ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანება და დიდი ლომისწვილი ამისი რომ გუშინდელი ეს და ლამაზი ღონისძიება ეს ლამაზი სურათი რაც ნახა ქართველმა ხალხმა მე ვთვლი რომ ეს არის ყველაფერი ყველა ქართველის გამარჯვება და ყველა ქართველის გახარება ბატონო გელა ალბათ არ გვიწყებს სპედელი ხა ისე გულით ნუ კარგი აგებით ბუნებრივია სიტყვით იუმორით რომ ეს პრინციპული ესეთი კარგი დაპირისპირება ეს ისტორიული ხო ეხა მეზობელის გმირი ქალაქი რომელიც მეაშინოთ ცენტრი ჩვენია ქარელი არასოდეს არტმოს პოზიციებს და კიდევ ერთხელ ხო ეხა ორმაგად ის არის როცა უშუალოდ ქარელი გორზე წინ მიდის ხო ეს ყოველთვის იყო ასე და ასეც იქნება ხო ყოველთვის იყო რა თქმა უნდა ბატონო დიტო მე რა მინდა გითხრათ ეხლა წეგან თქვენ დაცვით შეგითხრა და მინდა გავცე პასუხი რომ ეს რაც შეეხება ფავორიტებს მე მაგალითად ესეთი რამე გქონდა ჩვენ როცა წინა დღეს როცა აიწონა და აწოლები მოხდა და 70 მონაწილე ავწონეთ და ჟირიებო უკვე ასე ვთქვათ შეწყვილება კეთდებოდა მე ვთქვი კიდევაც რომ ჩემთვის მეთქი რა თქმა უნდა ყველა ერთია ყველა მონაწილე მე არ ვარ დაუშვათ მარტო ქარელის გორის თუ მე ჩემთვის საქართველოს ბუნებრივია ხა თქვენ როგორც ფედერაციის პრეზიდენტი და ჩემთვის მეშურება არ ქონდა მაგრამ მე რამდენიმე კაცი გამოვყავი აქედან რომელიც ჩემთვის მე იმიტომ მთელი ზაფხული ვატარებდი ჩეჯიბრებს ამ ღია არენებს სადაც იხსენებოდა ყველგან ჩავდიოდი და გაცნობისათვის მე ამას ამ თემას სულ დავუბრუნდები და მარტო წელს 17 არენა იქნა გახსნილი და უახლესი 2 კალენდარული წლის მანძილზე ფონდი ქართულს დახმარებით გაიხსნება და ხელშეწყობით კიდევ მცირე 70 არენა ასე დახურულიტების და გარდა ამისა მოეწყობა კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და იქ უკვე დაფინანსებაზე მსმენელებს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მე ასევე აი ამ მეტად ნიჭიერი თაობის და ჩვენი ნიჭიერი მოჭიდავეების პრემიერების ხელფასების და სტიპენდიების დანიშვნის საკითხი გვინდა მე წინა როცა ვიყავი მოწვეული მაშინაც ვილაპარაკე მაგ თემაზე და გვაქვს პროგრამა გაკეთებული განვითარების ქართული ჭიდაობის და ალბათ მთავრობის კეთილება იქნება რომ ჩვენ ეს დაგვიმტკიცონ და განვახორციელოთ და რაც შეეხება წეგან შევწყვიტე ლაპარაკი რომ ამ ფალავნობაზე ფავორიტები იყვნენ და მე იმიტომ თქვი წეგან რომ ეს საჭიდაებზე როცა იხსენებოდა არენები პაატა ნოზაძე იგივე ძალიან მაგარი ბიჭი ძალიან კაი ბიჭია და მაგრად ჭიდაობდა და მთელი ეს აი ეს რა ქვია საჩხერელი ბუღაძე ხორისე ბუღაძე ეს მძიმე ზონოსანი ჯუდოისტია ხო თუ აბსოლუტურად სამოძიუდო ესენი სულ იღებდნენ მონაწილეობას და მე ვთქვი რომ აი აქედან გამარჯვებული იქნება აუცილებლად აქედან რომელიღაც კაცი გაიმარჯვოს მეთქი რომელიღაც მოჭიდაო იმიტომ რომ ამ შეჯიბრებამ ამ თელმა ზაფხულმა და თელმა შემოდგომის წინა პირველ ნახევარმა დიდი შედეგი გამოიღო ამათ დღევანდელ დღეზე თუნდაც პაატაზე რომელმაც მთელი სეზონი არ ჩაუგდია ეხლა ეს არ არის ერთი შეჯიბრი ჭიდაობა უდრის 1-3 თვის ვარჯის
მაგრამ კიდე ის რაც საზოგადოებისთვის იყო ასე მოულოდნელი და სიურპრიზი თქვენთვის როგორც ფედერაციის პრეზიდენტი და სპეციალისტისთვის როგორც თქვენ ბრძანეთ სრულიად არ ყოფილა მოულოდნელი რასაც ამას ტიტანური და სტაბილური შრომა უსწრებდა თან და საქართველოს ახალი 2013 წლის ფალავანი ვისი სახელით უკვე ჩვენს საკმაოდ დიდარ ისტორიაში შევიდა ოქროს ასოებით ეს გახლავთ ქარელელი პაატა ღვინიაშვილი ვინაც 90 კილოგრამი წონით კატეგორიიდან მოახერხა მართლაც უკეხსენებული საკმაოდ მოგრძო ტრადიციის დარღვევა და მძიმე წონასანთა ჭიდილში საქართველოს აბსოლუტური ფალავანის ტიტული ირგუნა პაატა უპირატესად გილოცავთ ეს მართლაც დიდებულ გამარჯვებას როგორც აი ამ ორმა დიდებულმა სპეციალისტმა ჩვენმა გადაცემის სტუმრობა სავსებით მართებულად აღნიშნეს და მათ აზრს როგორც ჩემთვის ცნობილია იზიარებს ყველა სპეციალისტი თქვენი გამარჯვება იყო სავსებით ლოგიკური და დამსახურებული და ახლა არ შეიძლება არ გითხოთ კაცო აქამდე სად იყავით რატო ანუ არ მაბდით იცით რას გულისხმობ ესეთი ბრწყინვალე ჭიდაობის ფონზე ეს ნებისმიერ მერწმუნედ ობივა წელს და ასევე სპეციალისტ ვინ თქვენს არ გიცნობთ ახლოს გაუჩნდება ეს კითხვა რატო ვერ ხედავთ არც ერთ ნაკრებში რითი ხარ დაკავებული მარტო ქართულ ჭიდაობით თუ მიესალმები რადიოსმენებს საქართველოს ნაკრებში ვარ 2009 წლის მერე ძიუდოში მივიღე საქართველოს მონაწილეობა და დავაგე ფინალში ავთათი ჭირეკიშვილთან. მე მქონდა ტრამვები და ვერ გავაგზელე სპორტი და ახლა ამჟამად წელს მივიღე საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობა და დავიკავე მეორე ადგილი. ესე იგი თქვენ იმ ტრამვის შემდეგ ჩამოშორდით ძიუდოს, თუმცა დარჩით ქართულ ჭიდაობაში და ქართულ ჭიდაობას ჭიდაობდი ზაფხულში ხშირად, ძალიან ხშირად და ჩემი ოცნება იყო გამختارიყავი ფალავანი. რა როგორია ეხლა რა ბატონო კიდე როგორი ოცნება საოცარი ბიტმა ჯიუდოს დაანება თავი ხო წარმოგიდგენთ ეხლა ამის გაცნობიერება შემდგომ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდით თუ ქართული ჭიდაობები წელს ქართული ჭიდაობა იყო ძალიან ბევრი ჩატარდა და ყველგან მივიღე მონაწილეობა და ყველგან ვიგებდი რა გამარჯვებული გამოვდიოდი მე და მაბადით რამე და გითხოთ იცით ასე ინდივიდუალურად მარტო თქვენ ვარჯიშობდით თუ უშუალოდ რომელიმე მსმენელის ხელმძღვანელობით და როგორ ხდებოდა თქვენი მომზადება მარტო არ ვარჯიშობდი მარტო როცა ვარჯიშთან მივდიოდი სახში ვამატებდი და მე ვარჯიშობდი ჩემისით ესე იგი უმეტესად ხედავთ არა მარტოს გულისხმობს მსმენელის გარეშე აი ხალასინიჭი ეს არის ბატონებო ხო ბატონო ეს არის ხალასინიჭი შრომის მოყარია ბატონო არა რა თქმა უნდა უდიდესი შრომა ამაში ჩადებული არა ქება რომ ბიხე არაიცრუა, არა თუ გული არაიცრუა, ეხლა როგორია ტრავმის გამო, ესე იგი საკმაოდ მაშინ ესე იგი თქვენ დაანებეთ 4 წლის წინ, ხო? იყავით სულ რაღაც აი ესეთი, ნუ საკმაოდ ახალგაზრდა, ეხლა 22 წლის კაცი ანებებს ხო თავს, ეხლა ეს ტრაგედია, ხო ნუ მეტესილად ასეთ შემთხვევაში რაღაც სხვა საქმით გავდებიან, მაგრამ არ შედგა, არ შეეყოა და აი გადმოვიდა იქ რაც ჩვენთვის ყველაზე ეროვნული და ფასეულია. თან ისე რა თქმა უნდა, ფალავნობა და აი 90 კილოგრამში თქვენს მოგვარე ბექა ღვინიაშვილთან პაექრობაზე იცით აი რამი და კითხოთ ეხლა ცოტა ისეთი შეიძლება არაპროფესიული კითხვა იყოს მაინც ინახავდით თავს ფალავნობისთვის და აქცენტი ფალავნობაზე ქონდა თუ მაინც ჩემი აქცენტი და ჩემი ფიქრი იყო ფალავნობაზე მივიღო მონაწილეობა და გამემარჯვებინა და მეკავებინა პირველი ადგილი მართლაც მასე იყო ენერგია შევინახე ძალიან გამიჭირდა შემწონაში ბევრი ენერგია დავხარჯე და აღდგენა ეხა ეს მატეიაშვილი ხსენებული ხა 35 კილოგრამის ხაობა ბევრი ენერგია ძალიან გამიჭირდა ძალიან და მე უკვე გავემზადე განვეწყე და ფალავნობაზე მივიღე მონაწილეობა და კი მივიღე მონაწილეობა და გავხდი ფალავანი ერთის წყალობით რა თქმა უნდა არა კიდე ერთხელ გილოცავ და ეხა არ შეიძლება საომავლო გეგმებზე არ კითხოთ ბუნებრივია ეხა ყველაზე რთული პერიოდი გიდგათ, რომ იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ თქვენს მიმართ იქნება უკვე გაასკაცებული შეიძლება ითქვას უკვე დამოკიდებულება ნებისმიერ შეჯიბრზე, უკვე თქვენი დამარცხება იქნება პრიორიტეტი ნებისმიერი სპორტსმენისთვის, მათ შორის ეროვნული ნაკრების ნებისმიერი წევრისთვის, უკვე აი თქვენ ასე ვთქვათ, იცით, მე არ მინდა ეხა რაღაც ასე უნებრია და უნებრივად არ გამომიდეს ბატონო, რომ ფსიქოლოგიური წრეხისების მოიქცეო, ბიჭი არა, უბრალოდ ანუ კიდევ უფრო დიდ ენერგიას მოითხოვს. აი ხა ისევ ინდივიდუალური პროგრამით აპირებთ გაგრძელებას. ხვალ ზეგვაქვს შეჯიბრი საქართველოს ჩემპიონატია სამბოში, სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა და სამბოს საქართველოს ჩემპიონატი დამთავრდება იმ ღამეს მიფრინა მოსკოვში ტურნირია. საერთაშორისო ტურნირი. ახალი წლიდან იწყება რომ ევროპაზე მივიღო მონაწილეობა.
აპირებთ უკვე სამბის და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას არა მშვენიერ ნუ ყოველ შემთხვევაში ბატონო გედა ისე სამბო არ შეუშლის ხელს ხო უფრო შეიძლება იყოს რა თქმა უნდა კარგია მე მინდა გითხრათ რომ პატამ წელს ჯიუდო საქართველოს პირველობა იჭიდაო და ფინალში წააგო ლიბერტელიანთან ბოლო წამებზე ხო პატა ბოლო წამებზე წააგო ის ბაბდი და აღარს მახსოვდა ამ ხეს გაუძელით ლიპოს ხო ჩაგრო არა ლიპოს ბაბდი მეორე ისეთი ტიტულოვანი ვერ უძლებს და წელს სერიოზულ ფორმაში იყო და წელს საკმაოდ სტაბილური შედეგები დადო ლიპომ მაგალითად ის არის ძალიან მაგარი მოჭიდავეც არის და მაგარი წესერი ბიჭია მაგარი ძალიან დიდ ფინალს გაიგე დე მიდი დანეთ პატა გისმენთ ლიპო ჩემი მეგობარია აი ხა უშუალოდ რა შეეხება ფინალურ ორთაბრძოლას გიორგი ნოზაძესთან დაპირისპირებაში საკმაოდ აქტიურად დაიწყე და ისე მყარა დიდეკით ეხა მე ცოტა დილეტანტის და შემისორეთ უცდები საკმაოდ მყარა დიდეკით მე უშუალოდ ქონდათ რა მცირე ოპერატესობა და სავსებით ლოგიკური იყო რომ პირველი მომგებიანი ქულა თქვენ აიღეთ და მე დაიწყო აი რაღაც საოცარ ნუ ბუნებრივი აი ეს დაღლის მომენტი აშკარად რაღაც მონაკვეთი იყო რომ თითქოს აი კტოვებდა ძალა ნუ იყო მე ლოგიკური გაფრთხილება ხო სავსებით ლოგიკური აი მე რა ხდებოდა უკვე ვერავინ ვეღარ გაიგო იქ სხვათა შორის არ შეიძლება არ აღვნიშნო საკმაოდ მაღალ საორგანიზაციო მხარესთან ერთად მე პრაქტიკულად ეხა პირადად ვერც ვიხსენებ ასე მშვიდ ასე ვთქვათ სპორტულ ვითარებაში ადამიანს რომ რა დასამალია ბატონო გედა ჯერ კიდევ კომუნისტების ფერიდან მოყოლებული რაც ქართულ ჭიდაობას ის მინუსი ჰქონდა დიდი სემატყება და გაწევ გამოწევა და იქ ისე იყო რომ ხანდახან დედმამიშვილები და ნათესავები არ ითმობდნენ არა იყო ეხა ის კარელში და კახეის ყოფილა იმდენი ისეთი მუშტიკრები ეს თან მაგრამ აი გუში რა მხრივ იყო ბატონო გოჩა გამორჩეული აი ეს პატარა რაღაცა მცირე ინციდენტის რას ითხოვდა ის სხვა შორის ბატონო გედა ის ხალხი ისე ურიგო არ იქნება აი მე ვერ გავიგე მაგალითად ეხა ამათ ვარო ჭიდავეს კულარ ვაუგო ხო რა თქმა უნდა მოჭიდავეს არის რომ ნუ შეინარჩუნეს ზალა უნდა ის ქულაც უნდა შეინარჩუნეს და ნუ პატამ ესე ვთქვათ რამდენიმე შესულა გააკეთა იმანაც და ვითხოვდნენ გაფრთხილებას ერთხელ შემჩნევა მიჩეს მეორედ გააფრთხილეს და დარჩენილი იყო 20 წამი ეგ არ არის ქართულ ჭიდაობაში 10 წამში რომ გააფრთხილო მეორე გაფრთხილება მოხსნა ფინალია ხო არ არის მithometes და უნდა წესით ხო რა თქმა უნდა გდებით უნდა დამთავრდეს ხო აბა 20 არც იყო 9 წამი იყო მგონი ხო რაღაც არ შეიძლება და ამიტომ აქედან გამომდინარე მე იმცეს საჭთა კოლეგიამ ვისაჯეთ და გადავწყვიტეთ რომ ბოლო ქულამდე ჭიდავათ ამ ხალხს რა არა ბატონო თამაზ თამაზაშვილის ავტორიტეტს და არ შეიძლება ეს პიროვნული მას არ გაუსვათ ხაზი კიდევ ერთხელ საკმაოდ ისეთი აი ნასიამოვნო ვიყავ 7 ვითარებაში მიდიოდა რა აბსოლუტურად და იმედია საომლოდაც ასე იქნება აი სამწუხარო ჩვენ გადავწყვეტ უფრო კი არა რა თქმა უნდა ეხა მით უმეტეს საკმაოდ დაფუძნული ურთულესი სეზონი გველის წინ აი თუ რას უნდა ელოდეს უშუალოდ ქართული ჭიდაობის კომაგი და შესაბამისად ქართული ჭიდაობის პერსპექტივებზე და ბევრი რამ საინტერესო მოხდება დამდეგ 2014 წელს ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით მე კი შეგახსენებთ რომ ჩვენი დევანდელი გადაცემის სტუმრები გახლავან ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გელა ბერუაშვილი ჩვენი ახალი 2013 წლის ქვეყნის ფალავანი პატა ღვინიაშვილი და გამოცდილი სპეციალისტი გოჩა ოსაძე მაშასე ძვირფასო მეგობრებო ჩვენ რამდენიმე წუთის შემდეგ ქართულ ჭიდაობის სადაკ დღეებზე განვაგრძობთ საუბარს დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს სპორტ ტაიმი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად აგზელებთ ძვირფასო მეგობრებო ჩვენ სპორტულ ტოქ-შოუ სპორტ ტაიმს მე მოკლედ შეგახსენებთ რომ საუბრობთ ქართული ჭიდაობის სადაკ დღეებზე ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის თავკაცი ბატონი გელა ბერუაშვილი ცნობილი გამოცდილი სპეციალისტი ბატონი გოჩა ოსაძე და 2013 წლის საქართველოს ახალი მოქმედი და ახალი ფალავანი ქარელელი პატა ღვინიაშვილი ბატონო გელა ჩვენ შევჩერდით აი საკმაოდ საინტერესო ეხა პატა ღვინიაშვილთან საუბრობდით უშუალოდ ჩვენ ფალავანთან აი შვენიერი გეგმები აქვს ამ ახალგაზრდა კაცს უშუალოდ აი სამბის და ეროვნულ ნაკრებში მკვიდრდება და თანაც სულ მალე საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და შემდგომ უკვე ევროპის ჩემპიონატზეც გაემგზავრება ბადა უპირატესად წარმოდებას გისურვებთ აი მანამდე მინდა კითხოთ ბატონო გელა რომ აი იმ ხმადაღებული აი ეს ეგრეთ წოდებული ეს ნოვაცია არ ეთქვის ამის გარეშე წარმოუდგენელია ხო ეხა 21 საუკუნეში დღევანდელი ცხოვრების დინამიკიდან რიტმიდან გამომდინარე ეხა
მაბადია იცით ენთუზიაზმი შეიძლება რაღაც პატარა სადღაც რაღაც ჩაადარო, მაგრამ რეგულარულ ფორმაში იგივე აი პაატა ღვინიაშვილის მაგალითი სამაგალითო შეგახსენებთ რომ ბიჭმა თავის დროზე ტრავმის გამო ძიუდოს დაანება თავი და ძიუდოისტთა ნაკრების კანდიდატი გახდა დაანება არ შედგა მარტომ განაგრძო ყოველგვარი მსვლელის გარეშე და ესეც არ იყო კარგი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მსვლელს ეხლა რამხელა ლეუსია ყველას კარგად მოეცენება ხომ მსვლელის ფაქტორი რას ნიშნავს და აი მიაღწია ესოდენ დიდ წარმატებას და აი რა ხდება ეხლა ზოგადი მონახაზი ანუ მიდის საუბარი იმაზე რომ 2014 წლიდან მწვრთნელებს დაენიშნებათ ხელფასი მე ჯერ მინდა კითხოთ ბატონო გედა აი მწვრთნელების კატეგორიება დაყოფა მოხდება თუ რა აი როგორი გეგმა გაქვთ შემუშავებული და შესაბამისად კატეგორიების მიხედვით მოხდება მათი პრემირება ხელფასების სახით და შემდგომ დანამატების სახით თუ აი პირველ რიგში ნახოთ როგორ იქნება თუ ეს პროგრამა დაგვიმტკიცეს რა თქმა უნდა ვფიქრობ არა მე მგონი დამტკიცდება იცით მაბადია და ეხა სხვა შორის სპორტის სამინისტრო და ჩვენი მინისტრი პატივცემული ლევან დავიდიჩი საკმაოდ დადებითად არის განწყობილი და ბოლო პერიოდში ხშირად აღჟღერებს რომ ყველანაირად აღმოუჩენს დახმარებას და იგივე ის თანხა რაც საწყის ეტაპზე თქვენს მიერ იქნა გაჟღერილი აუცილებლად იქნება გამოყოფილი ეროვნული ფედერაციის და არ მგონია რომ ეხა იმ თანხის ისა ჭრიკი დაიწყო ხო ბატონო გოჩა ეხა იქ ისეთი მინიმალური თანხა მე არ მიდე პარალელები გავაკეთოთ ამაზე ესოდენ მნიშვნელოვანი დრო დავკარგო, მაგრამ მაბადია იცით აი საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ეს არის ნუ მე ვიტყოდი რომ ახლა სიმბოლური შეიძლება არა, მაგრამ მიზერული თანხა და ეხლა ამის კიდე რაღაცა მოჭრა და გაყოფა უკვე ამ პროექტს მე მგონი ბატონებო სამწუხარო ჩაგვიგდებს და იმედია რომ აი ეს არ მოხდება მით უმეტეს კიდე ერთხელ ვამბობ რომ დავიდიჩეს დამოკიდებულება და განწყობა საკმაოდ დადებითია მე ისარგებლე შემთხვევით და მადლობას მოუხდი ბატონ ლევანს მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას დუშინ მომბრძანდა კიდეს დაგვაფასა დავიდიჩმა კი ბრძანდებოდა და ეს რომ მაგრამ ძალიან მაგრად გვიდგას ქართულ ჭიდაობას სამინისტრო გვერდზე საერთო მთავრობაც და ოლიმპიური კომიტეტის მადლობა უნდა გადავხადო და რაც შეეხება ჩვენთან ბატონო დიტო ვინც არიან ვიცე-პრეზიდენტია გენერალური მდივანია მენეჯერია არც ერთ ხელფასი არ აქვს არ გადავრიო არც ერთ ხელფასი არ აქვს წარმოუდგენელია რა თქმა უნდა და ძალიან ვიკავებთ რა ეს არის რა თქმა უნდა სიყვარული რომ უყვათ ეს ქართული ჭიდაობა თორე ალბათ სხვა არაფერი არა რა თქმა უნდა ხო ეხა აქედან უკაცრავად რა სარგებელი უნდა ნახო გარდა საკმაოდ ინტენსიური შრომის და ტიტანური შრომის და პრაქტიკულად ნუ ეხა იმ შრომას რაც ოჯახის სასარგებლოდ უნდა გაიგო ახმარ არ არის დიდ საქმეს ეროვნულ საქმეს ახმარ მაგრამ ბაბადია და ამით ეხა ოჯახი არსებობა ხო უნდა ამით რა ხეირი ხო ცოტა შეიძლება ისე ჟღერდეს მაგრამ ეს რეალურია ხო ამას ვერ გავეხსენებთ ეხა ყველა ამაში ჩავიხედოთ ჩვენ ოჯახებში და რა ხდება ყველას უნდა ოჯახები ყავს, შვილები ყავს და შვილიშვილები ყავს, უკვე ხალხი არის და ესეთი თანამშრომლები ყავს, აი იურა იმერლიშვილი, უზარ ხორგვაშვილი, ოთარ ყურაშვილი, ძალიან უდიდესი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა. აი, ბატონი გოჩა, ხო მეთანხმებით, ეხლა იცით, აი ეს უნდა არა თუ იცით ეს მეთოდურად კი არა, რაღაც არ ვიცი, იცით, რაღაც ნუ გასაგებია რომ შეიძლება უცებ ვერ იქნას დაკმაყოფილებული და იმ სტანდარტზე ვერ ავედეთ, ანუ მაგრამ აბსოლუტურად ეს მარტო ჭიდაობას არ ეხება, არ შეიძლება დარჩეს სიტყვა პროფესიულ სპორტის პარალელურად და საცოცხლო მნიშვნელობის მით უმეტეს რომ ასე ეგრეთ წოდებული არ მიყვარს ეს სიტყვა ფაქტიურად უხეშად სლენგისთვის ბოდიშმენტი სასპასიბო ამუშაო კაცი არის ის რაღაც რუსებს კაი გამოთვლა სპასიბო ნახლებ ნინამაჟის გასპადა ვფიქრობ ჩვენ ბატონო გოჩა მაპატიებს ალბათ კითხვა გადაუსვით მაგრამ მინდა რომ დავამთავრო ვფიქრობთ რომ 1.40 მწვრთნელი ყავდეს ავიყვანოთ პირველ ეტაპზე თუ რა თქმა უნდა დაგვიმტკიცეს ეს პროექტი ეს 40 საუბარია სრულიად საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს მოიცავს ბატონო და არ შეიძლება არ გითხოთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა მარტო ქართლი არ აქვს კახეთი იმერეთი აჭარა გურია სვანეთი თქვენ სხვა შორის დააპირდით და არაერთის გააჟღერე და იმედია რომ დანაპირებს შეასრულებ და არ იქნება ფოკუსირება უშუალოდ მარტო ასე თქვენ მშობლიურ რეგიონზე რომ ხომრობ რა თქმა უნდა აქტიურად იქნება ისევ გაწოცხრებული აი გუშინ ბატონ დამას დამაზაშვილმა აღნიშნა რომ ის აპირებს სერიოზულად მოგიდოს ხელი კახეთში ამ მნიშვნელოვანი ეს იყო, ეხა არ ვიცი, ეხა კახელების ეხა რომელი პირველი სპორტი იყო, ხო? როგორც ქართლში, ასევე კახეთში და ეს ორი. და ასევე იყო პერიოდი, როცა დასავლეთ საქართველოში იყო საკმაოდ გამოცოცხლება, აქტიურობა, ეხა არ ვიცი, სამეგრელო და ქუთაისიდან რა ხდება, ვინ მოდის უკვე? არ ქუთაისიდან იყვნენ. ზესტაფონი იყო, მაგრამ სამეგრელოდან არ იყვნენ. სამეგრელო, გურია, აჭარა, რამხელა რეგიონები ხო წარმოგიდგენია, უკვე. ეს საგანგაშო მდგომარეობა, იმიტომ რომ მარტო ჩვენ ამ ბიჭების წარმატების
ტურნირების იმედზე არ შეიძლება დავეყნოთ, იმიტომ რომ და რაღაც ზედის სახე მიეცეს, რომ თითქოს რაღაც რეგიონალური პრინციპით მიდის. აქ უნდა მოიცვას ეს სრულიად საქართველოს. აი, მინდა გითხრათ, რომ სანამ მე რომ მოვედი 2013 წელს თებერვალში იყო არჩევნები, 19 თებერვალს იყო ჩოხები არ ქონდათ, 15-10 ჩოხა ქონდათ. წარმოგიდგენია, ელემენტარული ინვენტაზია საუბარი, ეხლა მაბადეთ, ბაშიაჩუკი იმაზე რა ის აბდულჩახილივით ის შიშველი ხო არ გავა კაცი და რა თქმა უნდა და რითი უნდა ევარჯიშათ. ფიქრობ რა ჩვენ ჩოხებით შევიძინოთ. ეს ტურნირები რომ დავრეჩინოთ ყველა რეგიონში და რაიონში როგორც გაწდება, მთელი საქართველოს გვინდა მოვიცოთ და იქიდან გამომდინარე მე მოეთხოვა კიდევ ტრენინგები ჩავატაროთ, მსაჯელი მოვიწიოთ, ვასწავლოთ ყველაფერი როგორც თავის კანონია ქართულ ჭიდაობას და ალბათ რა ვიცი ნენელა ყველაფერი ერთდროულად ვერ კეთება, მაგრამ არა რა თქმა უნდა დრო და დრო ნენელა ყველაფერს გავაკეთებ. აი ხა ამ ნენელასა დაკავშირებით ბატონგეთ არ შეიძლება არ კითხოთ. ორი მიმართულებით მივიდივართ. ერთი გასაგებია რომ ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება დიდი ოდენობა ტურნირების, ჩვენ გვაქვს აი სხვა შორის ეს სწორედ ქართლის ესოდენ მოზღვავება, ამდენი ნიჭის, ამდენი ტალანტის, უბრალოდ მათი გამოვლინება, მოზღვავებას და გამოვლინებას უკავშირდება ძალიან ხშირ ტურნირებს, რასაც სწორედ უშუალოდ ეროვნული ფედერაცია ატარებს, ეხლა დაწყებული მცხეთა-მთიანეთიდან დამთავრებული გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება თიანეთი. ხო და აი ამ ფონზე ბუნებრივია ეს უნდა მოიცოს სრულმა საქართველოს, სრულიად საქართველოს და ბუნებრივია თითოეულ ტურნირზე შესაძლებელი დაგვარად იქნება გაზრდილი საპრიზო ფონდი და ექნება სტიმული ასევე, ხო? ექნება სტიმული, მაგრამ პარალელურად ბატონო, აი ის რაც უშუალოდ თქვენ დაპირდით საზოგადოებას 2014 წლიდან უნდა ველოდოთ რომ შეიქმნება უშუალოდ გარკვეული ნუსხა, არ ვიცი ხს რა პრინციპი თავარი ბუნებრივია იქნება სამართლიანობის პრინციპი დაცული და ობიექტურობის პრინციპი, როცა უკვე გარდა ტურნირებში გაუმუშავებული თანხის დაინიშნება ხელფასი ან პრემია, ნუ რაზგნებო და საქართველოს ჩემპიონს დიდებში და ახალგაზრდებში დაინიშნება ხელფასები, იმიტომ რომ ხოლმე პრიზიორებს ბატონო გედა პრიზიორებსაც რა თქმა უნდა შვენიერ პრიზიორებსაც დაინიშნება აუცილებლად პრიზიორებს და იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ეს იქნება მაბადეთ ერთი წლის ვადით, ხო? ანუ სანამ მომავალ ჩემპიონს საქართველოს გიგენაცვალებს. ბადა არ არის ცუდი აზრი, ხო, რა სიტყვით მე მგონი. კარგი აზრია. ხო და თან იცით რა არის ლოგიკას უკავშირდება ეხლა ხო მუდმივად ხო ვერ დანი ხა მუდმივად უკვე შემდგე შეიძლება როცა ლეგენდად იქცევა და რაღაცას უკვე როცა ასაკში მიდის იქ უკვე სხვა კრიტერიუმებით ხდება განსაზღვრა რომ ეს ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაწეული შრომა და ღვაწლი უფასდება და ძალიან კარგი და ეს აუცილებელიც არის, მაგრამ ამ ეტაპზე მოქმედ სპორტსმენებზე მშვენიერი ერთი წელი ნამდვილად არ არის ცოლიდად რო ხო ბატონო ყველა ეჭიდავის ყველა და სტიმული არის ყველა ქართველი მოჭედავისა და ყველა სპორტსმენისთვის რა თქმა უნდა. ზეგან თქვენ ახსენეთ ბატონო დიტო რომ რაღაც აი მოიკლებს სპორტსმენების ისო აგერ კუთხური თვალსაზრისით, მაგრამ აი ეს ყველაფერი ზუსტად გელა ბძანა წეგან თქვენ ბძანეთ აგერ ბატონი ბატონი დამეთახმება რომ ზუსტად ეს არის ერთი ძალიან დიდი სტიმული რაც იყო გუში, რაც ნახავთ ერთმა საქართველოს რომ მომავლისა უნდა გჯეროდეს რომ უფრო დაიხვეწება და გუშიდერმა დღემ აჩვენა ყველაფერი ის რომ მომავალში და მომავალი წლის ფალავნობა იქნება გაცილებით უფრო უკეთესი და მომავალი კიდე უკეთესი და უკეთესი. ეს არის ის დიდი ნაბიჯი ქართული ჭიდაობის აღორძინებისა, რაც ჩვენ გუშინ ნახეთ და რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ბატონო გედა, ჩემო და რა სიტყვით, ეხლა შეიძლება ცოტა ავანტიურისტული, მაგრამ ჩემი ეხლა სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, მინდა ასეთი კითხვა გავაჟღერო. არ ექნება უპრიანი, რომ ეს არის ჩვენთვის ყველაფერი, ხო? და უბრალოდ იცით როგორ ნებისმიერ ესე იგი მხედველობაში მაქვს როგორც ძიუდოს ასევე ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, არა ქართული, არამედ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციამ, ამ შემთხვევაში ბატონო ლუკა გურდანიძემ გასცენ გააკარგულება რომ აი ოფიციალური ანუ ვალდებული გახადონ ნაკრების წევრების მონაწილეობა უშუალოდ ქართულ ეროვნულ ჭიდაობაში. რა ცუდი აზრია ესე ბატონო? ძალიან კარგი მესამეები ბატონო. მე მგონი დაგუჭერებ ხას მე მგონი თემურ ქემხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ბატონი ლუკა გურდანიძეს მე მგონი ამ იდეას აშკარად დაგუჭერებ ხას იმიტომ რომ ბატონო გუჭერს ხას მართლაც კაი პრეზიდენტი. ნუ უბრალოდ გუშინ კიდე ერთხელ ვამბობ ხა რამდენიმე საათი დაადრე ხა იმსედი მომხანცველი და გადამღლელი ხა ვერც გაამთხოვნე უბრალოდ სულად დაემთხვა რა კალენდრით რომ ის ქონდა ბიჭებს რა თქმა უნდა ჩამოსვლა და ეხა ის იგივე ლიპოს არ მონაწილეობა ეს მართლა ობიექტური იმით იყო განპირობებული. აი ასეთი ვითარებაა ძვირფასო მეგობრებო და არ შეიძლება არ კითხოთ სამწუხაროდ ეს უხრჩება 2 წუთი ბატონო გელა ასე ეხა კითხულობს კომაგი რომ აი რატო ვერ მოესრო თუ უბრალოდ ტექნიკურად არ გამოდიოდა და ნახერხი დაგვეყარა და ხო და საომავლო თუ მოხერხდება ნახერხის დაყრა თუ ეს
ცირკში პროგრამა ალბათ იცით რომ ცეკვავენ ვარსკვლავები გადის და მაგათ თავად სცენა ქონდა გაკეთებული სწორედ აი ეს ლეიბები რომელიც იშლებოდა და ვერ დავამაგრეთ ეს იყო მაგის ბრალი რომ ბიჭებს ვერ შევკარეთ ლეიბები რა ვერ აი ხა რაღაცა სიტყოდა კაცი რა ისეთ რა კახულ დიალექტზე მაგრამ არა აი ნორმატიულ ლექსიკონს ვერ დაარღვევ კაცს თორე რაღაცა სიტყოდა კაცი რა ის კი ვამბაპურს რა და არ შეიძლება არ კითხოთ კიდევ ხა არ მინდა რომ უბრალოდ კი არ ვაწყენო პირიქით უნდა გავამხრეო და იმას რატო არიდებენ კაცო ეს ეგრეთ წოდებული კლასიკოსები და თავისუფალი სტილით მოჭიდავენ ხა ყველაზე ვერ იტყვი მაგრამ დიდი ნაწილი რაღაცა გაურბის სულ უბრალოდ რა არის ხა ეს ხელი აქვს ჩაქნეული თუ რა ბადა რა სიტყვით რა თქვენ ხა აბსოლუტურად ყველას იცნობთ ახლობლობთ მეგობრობთ კლასიკური მოჭიდავები თუ 20 საათი ჩოხა გაცვია ძალიან ძნელი ხეს რო კიდევენ და ისინი ვერ გაშვებიან მოდიან და გეჭიდავებიან ისინი ჭიდაობა როცა ჩაავლებ და სახოთ სულ ვერ ჭიდაობენ შესაძლებლები არიან და ილეთს ვერ აკეთებენ მაგიტომ არიდებენ და თავისუფალი თავისუფალიც მასია ვერ ჭიდაობენ მე რა ვერ ბატონი გურამ საღარაძემ ჩვენთან იყო მოსული და ახლა ჩვენთან გვიდგას გვერდზე ბატონი გურამი და გვითხრა რომ ქართულისა ეს ქართული ჭიდაობის ილეთები ადგება თავისუფლებს და კლასიკებს ადგება და არა ამაზე უკვე ხშირად საუბრობენ ბოლო პერიოდში ადგება და ალბათ ჩაერთობია ჩვენთან ერთად რა ანუ კიდე სულ რამდენიმე წამი დაგვრჩა და აი ესე დავანოსოთ ეხლა ქომაკი უშუალოდ აი ასე მოლოდინის რეჟიმში რომ ვამყოფოთ კარს მომდგარ 2014 წელს პირველი შეჯიბრი რა გველის სერიოზული ქართულ ჭიდაობაში ბუნებრივია საქართველოს პირველობა იქნება იანვარში მოზარდებს შორის ასაკი 98-99 თუ პატარები უბრალოდ 4 დავიწყებ ვიყებით 4 საათში უნდა ჩავატაროთ საქართველოს პირველობები და იანვარი თებერვალი მარტი ვიყებით მე ზაფხულში ისევ დაიწყება გახსნები დაიწყება საჭიდო არენების აშენება ამ 17-ის ვაგრძელებთ აი ის 70-იანი პროგრამა აუცილებლად რომელიც ქართული გვიშენებს და ბატონი ბიძინა და გაგრძელდება და იქნება ძალიან სერიოზული წელი ალბათ ქართული ჭიდაობისთვის ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვეცდებით რომ მაგარი ჩავატაროთ ყველაფერი თუ არის ცნობილი ადგილი სატარდება უშუალოდ აი ჭაბუკებს შორის ეროვნული ჩემპიონატი დილომში ანუ ჩოჩულის დარბაზში ჩატარდება ნუ ცირკი რა თქმა უნდა ეს დარჩება ისტორიულ არენად უკვე ეროვნული ჩემპიონატის და უპრეანია რომ სწორედ წელი სპორტული წერი ქვეყანამ დაამთავროს თავისი აი ასე ჯილათი შეიძლება ითქვას ჯილაკი დაამთავროს ქართული ჭიდაობით ამოიწურა სამწუხარო ჩვენი გადაცემის დრო თუმცა ბუნებრივია ცხოვრება გრძელდება ძვირფასო მეგობრებო ასე იმედიანად მინდა დავამშვიდობო ჩვენ სტუმრებს საკმაოდ საინტერესო მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას უკვე გრანდიოზული პროექტები რომლის განხორციელება ის სულ მალე დაიწყება კიდევ ერთხელ უბრუნდები რომ იგივე კახეთში და ასევე დარწმუნებული ვარ დასავლეთ საქართველოში უკვე სოლიდური ნაბიჯები აი ესე რო ხოჭით ახლა წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო ჩვენ პრაქტიკულად უკვე 1 წლის თავზე გარკვეული სურათი გვექნება წარმოდგენილი უკვე მომავალი ეროვნული ჩემპიონატის სახით მისი მონაწილეთა მდგომარეობიდან გამომდინარე თუ ამ 1 წელიწადში ბუნებრივია რაოდენ ნაყოფიერი იქნება ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობის მუშაობა მე მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის წარმატებებს გისურვებთ მათთან პირადად ბუნებრივია ევროპის ჩემპიონატზე გაგვახარე და აი კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ არაერთის გვესტუმრები და დარწმუნებული ვარ რომ აი უკვე თქვენი მომავალი სტუმრობა იქნება უკვე ევროპის ჩემპიონის რანგში სამბოში წარმატებები გაიხარეთ დიდი მადლობა ყველას წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ.com რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.